ახლა ქართულ კლასიკოსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩვენმა ჟურნალისტმა სოფო ალთუნაშვილმა ჩაწერა და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ნახოთ. ერთი მაშინ მაქვს ნაწარმოებში რომ მკითხველს ეუბნება თავისი ძმა, ნუ ეს კეჟერად ის არის ეგრეთ წოდებული ციკლივით რა თავი მოგავს მკითხველი რო ხარ რომ წერალმა რა ქნას რომ შენ კატახარო და წერალი ვეფხვიო რა ისე უნდა წერალს უნდა ვეფხვიოთო კატის ოჯახიდან არის გამოსული შენ კატახარო და იცით რა არის ყოველთვის წერალი უნდა გრძნობდეს რომ მკითხველი მასზე მეტია რატომ ეხლა მოგახსენებთ ამას იმით კი არ გეუბნებით აი მე რაღაც მოსაწონი თავდაბლობით ამას მოგახსენებთ სრული პასუხისმგებლობით რომ წერალი აკლებს სით რაღაცას მკითხველს არ არსებობს წერალი რომელსაც სრულფასოვნად რომელსაც შეგვიძლია სრულფასოვნად მიაწოდოს მკითხველს სით პასუხი მკითხველმა უნდა აინაზავროს მე გულწრფელ კარგ მკითხველს თორე მკითხველების კატეგორია რო რაც მე საიკითხავს უარესია კარგ მკითხველს იმ უნდა შეავსოს იმიტომ მკითხველი მაღლა დგას ვიდრე წერალი ასე რომ ჩემი იუბილეა თუ რაღაცა წერის იუბილე კი არა მკითხველის იუბილე იყოს მეტად მე ყოველთვის ვიზახი რომ წერალი როგორც ასეთი ანუ გინდათ ხელოვნების ყოველი დარგი მხატვარი თუ მუსიკოსი არ არსებობს აი რასაც გადმოცემს ადამიანს ის დიადი მადლი რომელიც წმინდა სამი ერთად არის მამა ღვთის წყალობით ქრისტეს სიტყვა ამ შემთხვევაში და რომ სიტყვა არის მუსიკას და მხატვრობას ყველა უფრო სიტყვა შედარებით ეს სულწმინდა რასაც ჩააგონებს იმითი წერება და არა თვითონ არაფერს არ წერდა აი რას ვინებებს ის არავის თავის ჩემი თავსახურება ჩემი კი არა არავისი როგორ შეიძლება არიან ხა ვაჟშალოს ძალიან კარგი ძმები ყავდა მაგრამ ძალიან კარგი ძმები მაგრამ ვაჟშალოს სხვა და უკეთე ერთ ბუნებაში ცხოვრობდნენ ერთ გარემოში ერთ წრეში იზრდებოდნენ ერთ ბუნებაში და ვაჟებს შეიძლება გამოვიდნენ ამორჩება იცი ის მადლობელი უნდა იყოს ყოველი შემოქმედი თუ კი რამეს ოდნავ მიაღწია იმიტომ მიღწეული არაფერი არსებობს ხელოვნება არის მიუღწეველი ლიტერატურა უნდა იყოს რომ ადამიანი გახდეს უკეთესი ვიდრე არის სამწუხაროდ მთელი რიგი მწერლები ძალიან ცნობილებიც კი ჩვენში კი არა მხოლოდ უცხოეთში რომ კარგი მწერლები დიდი მწერლები მაგრამ უკეთესი რო გახდნენ ეგ ცოტა აკლიათ და აი ჩემი მთავარი მე კი მე უცებინებს არ ფიქრობს რომ მივახცე რომ ადამიანი უკეთესი გახდება მაგრამ ცდილობ რომ ესეთი ნაწარმი დავწერო თანამდგომები არიან ჩემი ოჯახი მეუღლეს შვილების და ისე ძმები ასწავლიან წერები პატარა ხმაურზე შევთევი და ხან ისე შეიძლება დავიყვიროთ ეს გავანებთ რა თქმა უნდა ძალიან მადლობელი ვარ მათთვის ოჯახი რაც ისე იყო ჩემი რა დავარქვარისი ცხოვრება თუ საქმე რომ არ მიშოვდნენ საზოგადოებას მე რა ვიცი ვერ ქვეყანაში ეხლა უკვე სიბერეში მაგრამ მოგზაურობა სიბერე სხვადასხვა არის მოგზაურობისას ყოველთვის ხდები ადამიანი ახალგაზრდები თუ რომ ახლის შემცნები ნუ დამკვირვებელი რაღაცა და საქართველოს ვერ ნახე კი არა როგორ ნახავდი იმიტომ რომ არ არის არსად თუ თავის მიწაზე უნდა იყოს ადამიანი იცით თავის მიწაზე ეს აზრი მქონდა მაშინ ახალგაზრდა ვიყავი 26 წლის აი 60 პირველი არის ბიბლიის ერთ-ერთი თავის მიხედვით და ეხლა უკვე სიბერეში გაუბედე და ამას ვამთავრებდა რა ვიცი უკვე უახლოვდება დასასრულს უკვე მე 4 წელია რაც მუშაობ ამაზე და
თავის იქამდე მივახსენე და მე ალბათ ვეღარაფერს ვეღარ დავწერე. ისე ვეღარაფერს ვეღარ და დიდი ხანია ვიზახილე. ეთქვა შეჩვევა იცის როგორც ყველა საქმიანობა. მწვრთნელები ჟურნალისტების ამპლუაში